საინტერესო და რასთავის შედეგიანი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და პირდაპირ გადავალ საქმეზე გეტყვით, რაზე შევჯერდით. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. მორიგი იაფასიანი მასკარადი იყო, რომელიც ნახეთ, რომელიც მიზანიც არ მგონია, რომ უბრალოდ ხმაურის შექმნა იყო, მიზანი იყო ძალიან კონკრეტული. ამ უნივერსიტეტების გაერთიანებას რაც ყოველთვის ვამბობდით, რომ რაღაც კონტროლის მექანიზმის გამწვავება ერთის მხრივ და მეორე ქონების უფრო მარტივად მართვა. კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი. ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც ორივე არის ძალიან დაბალი აკადემიური ხარისხის უნივერსიტეტი, რომელიც ვერც ერთ საერთაშორისო რეიტინგში კონკურენციას ვერ უწევს ვერც ერთ უნივერსიტეტს. მარტივად რო გითხრათ, არც ერთ სასწავლო პროგრამა TSEUS-იც და არც STEUS-ი არ ხვდება 500-ულშიც კი დიდი საშუალო ტიპის რეიტინგებისა, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში იწარმოება და დამეთანხმება ყველა ახლა ვინც გვისმენს, რომ ეს კატასტროფაა. არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა. დღეს გქონდა საუბარი მაგალითად საერთაშორისო რეიტინგებზე. ჩვენი უნივერსიტეტების რეიტინგი, თუ ავიღებთ ყველაზე სანდოას, თქვათ, შემფასებელ ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს, ერყეობს როგორც წესი 5-დან 15 ქულამდე 100 ქულიდან. მაგალითად, იგივე აკადემიური რეპუტაციის ნაწილში, ხო? ამას ნამდვილად ერთის მხრივ ხელს არ უწყობს ის რაღაცა კორუფციული ჯოჯოხეთი, რომელშიც უნივერსიტეტები წლების მანძილზე იყვნენ. შემდეგ აკადემიური ავტონომიის სრული არქონაც არ უწყობდა ხელს და ის რაღაცა კომიკური მოვლენები, როგორც არის, მაგალითად, რა ვიცი მე, ნინო წილოსანისთვის და ოთარ ფარცხალაძისთვის პროფესორის ხარისხის მინიჭება. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. მიზეზი იყო 90-იანი წლების კრიზისი, რამაც თავის კვალი დაატყო ბუნებრივია უმაღლესი განათლების სისტემას და მის შემდეგ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ძალიან მძიმე უხეში ჩარავები განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას რო ის ვერ გამოასწორებდა, რასაც მიქანაძე უპირებდა, ეგ ცალსახა იყო, მაგრამ არ მჯერა არც ერთი წუთი ქოცურ რეალობაში რომელიმე უნივერსიტეტის სწორად განვითარება. ამ ორივე უნივერსიტეტს უნდა ტოტალური ცვლილება და ძირეული რეფორმირება. უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია არის გააზრებული ფუნდამენტური რეფორმის გეგმა. და ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს იქნება ისტორიული რეფორმა განათლებისა, მისი შედარება ალბათ შეიძლება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავის დროზე დაარსების პერიოდთან, როდესაც საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა იქმნებოდა. ვიღაცებს დააშირებს, ვიღაცებს გადაიბირებს, ვიღაცებს ამის რაღაც კიდევ რაღაცა შესთავაზებს და დაუბრუნდება ამ საკითხს. მე პირადად ამაში ვარ თითქმის დარწმუნებული. პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტი და ამ პრინციპს მიყვება. რა თქმა უნდა, ამ ხრივ შეიძლება იყოს სხვადასხვა ახსულების ინსტრუმენტები. ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, რაზეც განათლების სამინისტრო ფიქრობდა, ეს იყო მათ შორის ერთი დიდი TSEUS უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით ერთი დიდი უნივერსიტეტის შექმნა, ის როგორც ეს თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა შექმნა, როგორც ერთი დიდი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონის მასშტაბით. თუმცა ეს იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ გზა, ინსტრუმენტი თავარი მიზნის მისაღწევად იყოს ერთი ქალაქი, განხორციელდეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. ის რომ არ შედგა ეხა ეს შერწყმა თუ ქორწინება თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს ჩემი აზრით ერთადერთი მიზეზით არის გამოწვეული, რომ თავის ელექტორალურ ბაზაში და ხო პირდაპირ უნდა ვთქვა რა, არ მოწონს ვიღაცებს რომ ამბობ, მაგრამ რა ვიცი, უმრავლესობა ორივე ამ უნივერსიტეტის პროფესურის, განსხვავებით მაგალითად ილიას უნივერსიტეტსა და სხვებისგან, ვიცით რომ არიან რაღაცა აი ამ ქართული ოცნების
ხუტბეები და მხარდამჭერები აქ მიიღეს დიდი წინააღმდეგობა, რომელსაც ჩემი აზრით არ ელოდებოდნენ, გამომდინარე დამოკიდებულებისა ამ პროფესურის, ამ აკადემიური საბჭოების, დამოკიდებულებისა, მიუხედავად იმისა, რაც აქვს გაკეთებული იგივე გურგენიძისთვის ან სამუშიასთვის, როდესაც ხელდასმით დანიშნეს რექტორებად და არასწორი ელექტორალური პროცესით ამ უნივერსიტეტებში, შესაძლოა გამის მოლოდინი არ ქონდათ, დაინახეს დიდი წინააღმდეგობა და ქართული ოცნება არ არის საუკეთესო ფორმაში, ანუ და ის არ არის ახლა იმ ფორმაში, რომ აი ამ რაღაცა წრეების შემოტევისთვის გაეძლო და ამიტომ ამჯობინა უკან დახევა და ჩათვალა რომ პიარულად მისთვის ეს უფრო სწორი სვლაა, ეს არის და ეს. ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვესები ამ მიმართულებით, ისე როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც სახელმწიფო სექტორის, ისე კერძო სექტორს, სხვადასხვა მიმართულებით ჭირდება კადრები, ჭირდება სამუშაო ძალა, ეს ეხება მშენებლებს, ინჟინერებს, არქიტექტორებს და შემდეგ. ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისათვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას.